მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ უნდა ვნახოთ ჩვენი ტრადიციული გაშლა, პროგნოზე მომდევნო კვირს. ვნახოთ რას მოგვიტანს ჩვენ ახლა ეს კვირა. დღეს ურთიერთობაზე ავიღებ ვინც არის ურთიერთობაში და ვინც არის თქვათ არ არის ურთიერთობაში, თქვათ შეიძლება ძიებაში ან მარტო არის, ხო? აი ესეთი რაღაცა მინდა დღეს გავაკეთო. ტრადიციულად ჩვენ ახლა აქ ვარიანტები ჩვენ არა გვაქვს, ვინც პირველად არის, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, ვინც არ მიცნობს და ჩვენ აქ ვნახავთ ახლა სიგნიფიკაცია იქნება. რა თქმა უნდა, შეიძლება აი სამივე სფერო იქნება, აი რეზონირდება, რა ვიცი, ყველანაირად შეიძლება რომელიმე სფერო, მაგრამ თუ სიგნიფიკაციაში იცნობ თქვენს თავს, იცოდეთ, რომ ეს უკვე რაღაც ინფორმაცია თქვენთვის იქნება უეჭველი. ზოგჯერ სხვათა შორის შემიძლია გითხრათ, რომ არის ესეთი ინფორმაცია, სიგნიფიკაცია რეზონირდა, მაგრამ მე რაღაც ესეთი რაღაცები მოდის, რომ ფიქრობთ, რომ მე რა სისულელებს მე ამბობს ეს კალე, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ ზოგჯერ ხდება, არის ესეთი მომენტები, რომელიც შეიძლება ჩვენ ვერ არ გონია, რომ ეს შეიძლება მოხდეს ჩემ ცხოვრებაში, რაღაც სისულელი, ხო? და სინამდვილეში მე გადის დრო და ზუსტად ეს ხდება. აი, ბევრჯერ მაგ ეს უკვე გამოცდილი და ამიტომ თუ დავუშვით, იგრძენით, რომ რაღაცა რეზონირდა, მოусმინეთ მაინც და ეხლა თქვენ იცით, რომ მე ყოველთვის ვცდილობ, რომ თქვენ პოზიტიური განწყობა მოგცეთ, იმიტომ რომ ადამიანი რაზეც ფიქრობს, ის ხდება უფრო ხშირად, ხო? და ამიტომ ჩვენ ახლა ვცდილობთ აქ, რომ უფრო პოზიტიურად განწყობა გქონდეს. რომ ჩვენ უფრო პოზიტიური და კარგი ინფორმაცია ავიღოთ და რჩევებით, რა თქმა უნდა, ხო? ტაროსგან. Так, მოდით ახლა ვნახოთ ჩვენ ეს სიგნიფიკაცია, ეს უკვე აი ნახეთ ვიღაცასთან მოდის სიყვარული, მოდის და გაგეხარდებათ. ვნახოთ ახლა ჩვენ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენ მომდევნო კვირაში, ხო? რა ენერგიებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნახოთ ჩემო ლამაზებო, მაგრამ უკვე გვაჩვენეს, ხო? ვიღაცა ზუმირა ზემოდან მოდის, ოკეი. კი ბატონო, უკვე რაღაცა მზად არის სივრცე. და პირველი, აქ რა თქმა უნდა და მე იწყოს შეს რა მიკვირს ხოლმე, რომ რატომ არ უყურებთ ხოლმე გაშლებს, აი ძალიან აქტიურად ფინანსებზე ან დანიშნულებებზე, პირად დანიშნულებებზე. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, აი არა გითხრათ რა. და იმდენად კაი რჩევები მოდის ხოლმე, რომ აი უყურეთ ხოლმე რა, კაი და ის ახალი არხიც შევქმნი, მოკლე გაშლები იქ არის რა, ვინც კიდე არის, ეს ჯერ შეიძლება პირველად შემოვიდა ტარო ვალენტინასთან, ნახეთ. და კარიერაზე რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, სამსახურის სწავლა ვის რა, დღეს პატარა დასტუშკები ავიღე. რა ვიცი, რაღაცა ეს მოითხოვეს ამათმა. Так, მოდით ახლა გავაკეთოთ ესე იგი, ეს ფინანსებზე გითხარი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენ? ფინანსებზე რას უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება? რას უნდა მივაქციოთ? აბა ხო მოამზადეთ ან ჩაი? ზოგს შევა კამპოტი უყვარს. რომ ჩვენ აქ ესეც ხო იცით, ესეთი გრძელი გაშლაა და Так, მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ ურთიერთობას, აი ვინც არის ურთიერთობაში, თქვენთვის რა იქნება აქ რა მითითებები იქნება თქვენ, ვინც ხართ ურთიერთობაში. თქვენთვის რა ინფორმაცია იქნება და იმათთვის, ვინც ახლა თქვათ ძიებაში, ან ფიქრებში, ან მარტოად. ვნახოთ თუ იქნება ამ კვირაში რამე ისეთი ცვლილებები, რომელიც თქვენთვის იქნება ნიშნულოვანი, ხო? ნიშნულოვანი. ისე დავიწყე. ახლა უკვე მე. Так. შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ხართ აი აქ ადამიანი მართლა რაღაცა სიყვარულის მოლოდინში, კარგ ენერგიებში ხართ ძალიან, სხვათა შორის ბევრი ფიქრობს შეიძლება
თავის დასრულებული ურთიერთობაზე, ან ურთიერთობაზე, რომელიც არის, ну, როგორ არის, იცით, აქ როგორ მომენტი, შეიძლება ხართ ურთიერთობაში, მაგრამ გინდათ, რომ ცოტა მეტი ემოციები გქონდეთ თქვენ ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ რაღაცა, ну, მძიმედ მიდის სიტუაცია. ზოგმა მართლა დაასრულა აქ ურთიერთობა და ახალ ურთიერთობაზეც ფიქრობს. თუ ვინმე არის ამ კუთხეში, თქვენთვის ეს უკვე ურთიერთობა იმის მიუხედავად, რომ გრძნობა გააქვთ, თქვენთვის არის უკვე ეს დამღლელი სიტუაცია და უკვე ფიქრობთ, რომ აი თუ ვინმე დაუშვოთ, რომ შემხვდეს მე ისეთი ადამიანი, რომ შემიყვარდეს და ამაფასებს, შეიძლება დავასრულო ეს, რაც ახლა ხდება. მიხვდით? იმიტომ რომ აქ კიდე არის მომენტი, რომ შეიძლება თქვენ ის ურთიერთობა, სადაც მესამე ფაქტორები იმ დროს ნახეთ, მე სულ მაგას ვამბობ და ჩემოსწავლებსაც ვასწავლე ხოლმე, რომ სამიანი იმას არ ნიშნავს, რომ იმენა მაინც უნდა იყოს აქ ახლა ვიღაცა თქვა ან მესამე პირი, ხო და ეს მესამე პირი იყოს თქვა ახლა ქალი ან კაცი სიტყვაზე როგორც პარტნიორი, ხო? ეს შეიძლება იყოს აი სხვადასხვა ელემენტები, ზოგისთვის არის თქვა შეიძლება მეგობრებიც თქვა, ხო, ზოგისთვის თქვა ახლა, ну, თავის კომპანია, აი დაუშვოთ ახლა უყვარს თქვენს პარტნიორს დროს ტარება თქვა მეგობრებთან და შეუძლია რომ თქვენ დაგტოვოს თქვა ახლა და წავედეს და დრო გაატაროს მეგობრებთან და ეს არის უკვე იმდენად ну, ასე რომ თქვა ახლა სულ ხშირად სისტემატიურად რომ თქვენთვის ეს არის უკვე ну რაღაც ცოტა დასაფიქრებელი რა მე სადაა რა ვაფშეტა ხო მესამე პირი შეიძლება როგორც რა თქმა უნდა დედა მამა და რა ვიცი და ძმა და შეიძლება სახლი სიტყვაზე ან მშობლიური ოჯახი ну საჯარო გაშლაში მე ხარ შემიძლია თქვა ეგ ну რა თქმა უნდა პირადში ხლა უფრო ჩანს ხო და ამიტომ ეს იცოდეთ თქვენ რომ ეს არის აი ეგეთი მომენტი არის აქ ესეთი ენერგია ხლა თუ თქვენ რეზონირდათ უყუროთ ჩვენ რას უნდა მიაქციოთ ყურად ხება რა კარგი არკანები რა ძალიან მაგარი არკანები არის ახლა ნახეთ პირველ რიგში შემიძლია გითხრათ რომ თქვენთვის აქ არის აი მოდის განთავისუფლება აქ ვიღაცა მართლა დაასრულა ეს ასე თქვათ რომ სურვავ გაკვეთილები ან რაღაცა პერიოდი, ну, არის ნახეთ იმ გაკვეთილებშიც როგორ არის ჩვენ დედამიწაზე კი ბატონო, ყველა მოვდივართ იმისთვის, რომ აქ რაღაცები უნდა ვისწავლოთ და ვსწავლობთ, რაც დავიბადებით, აი კოვზის დაჭერის თანდანავე ვისწავლობ სულ, მაგრამ ეხლა ნახეთ, არსებობს რა თქმა უნდა, აი გოგოებმა ვინც დამშობიარები ხართ, თქვენ მიმიხვდებით, რასაც ვამბობ მე, როცა აი მიდის უკვე მშობიარების პროცესი, რომ ქტკივა მოცელი, მე უცბად გაგევლის რაღაცა არის პერიოდი რო არ და მე ისე. აი ეს პროცესი პრინციპში ნუ შეგვიძლია მივამგვანოთ, თქვათ, ჩვენ ცხოვრებას, იმიტომ რომ ჩვენ გაკვეთილს რო გავივლით რაღაც თქვა თუ დაუშვოთ კარგად გავიარეთ გაკვეთილი მივხვდეთ რა იყო როგორ იყო და გამოვასწროთ ჩვენ გვაძლევენ ყოველთვის დასვენებას რა და უკვე იმის და მიხედვით შენ ახლა ეს გაკვეთილი აიღე თუ ისევ შეცდომას უშვებ იმის და მიხედვით ხდება ის ну ზოგი გადადეს სხვა გაკვეთილებზე ეგაც არის მაგრამ ეს ცალკე თემა აქ რატო ამაზე დავიწყე იმიტომ რომ შვიდიანი საერთოდ აი ეთლი აჩვენებს არა მხოლოდ თქვა ნუ ბანალურად გასვლა წასვლა მისვლა მოსვლა ეს არის კიდევაც ისეთი არკანი რომელიც გვაჩვენებს ჩვენ იმას რომ ადამიანმა რაღაცა აი ეს გაკვეთილი აიღო და უკვე განულება მიდის გამთავისუფლდე თუ დაუშვოთ აქ ეს სამკუთხედი და თქვენ ფიქრობდეთ და რაზეც შენ ფიქრობ სულ ხშირად ფიქრობ ხო ესე იგი უთანცხრიანი არის აქ ხო აი აქ არის უკვე მომენტი ზუსტად იმისი როცა ადამიანი განთავისუფლდება ამ სამკუთხედიდან. ანუ მე უკვე დასკვნა გამოვიტანე, რომ აქ არაფერი მესაქმება და მე უნდა წავიდე, იმიტომ რომ უკვე არ მინდა. მე ყველაფერს ვაკეთებდი, ვფიქრობდი და ასე შემდეგ, მაგრამ უკვე მივხვდი, რომ უკვე დროა შევცვალო ჩემი თქვა სიტუაციები. კიდე აქ არის, რა თქმა უნდა, რაღაცა ისეთი მომენტები, ჩვენ ახლა ვნახავთ რა სფეროებში, კიდე ენერგია, როცა ადამიანი აი კარგად ვგრძნობ თავს, შეიძლება რაც თქვენ გაწუხებდეთ, რაც შეიძლება თქვენ ახლა
ცოტას ასე რომ თქვათ ახლა აქ სხვათა შორის ვიღაცას აი ხა მომივიდა ინფორმაცია ვიღაცა გადადის ნახეთ იყო კარგი პერიოდი თავიდან დასაწყისი შეება ვინც ახალი გაცნობილია ხო აი შეიძლება აქ დაიწყო პერიოდი უკვე ცოტა რომელიც გაჩვენებს რომ რაღაცა წავიდა დასაფიქრებელი მომენტები ორ წამს გეტყვით ახლა კარმულ ურთიერთობაში ეგ ხდება თავიდან არის ყველაფერი თქვა კაფეში მიდიხართ რესტორანში იქ რაღაცა კაი რომანტიკული შეხვედრები და ასე შემდეგ და მერე უკვე ახლად ეცნობის შენს პარტნიორს, იმიტომ რომ იწყება ეს უკვე გაკვეთილები ასე წოდებული ვიღაცისთვის იქნება ეს თემა თუ დაუშვოთ ვიღაცამ გაიცნო ახალი ადამიანი უკვე ვიღაცასთან არის რომ აი ვინც ტოვებს აქ არის რომ შეიძლება თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს ახალი ენერგია იმიტომ რომ თქვენ რაღაცას აი ძვერის უშვებ და რაღაც ახალი შემოდის. ნუ ვნახოთ, მოდით ახლა ჩვენ ენერგია გვაჩვენეს, კიდევ ვნახოთ სად. აქ სხვათა შორის ვიღაცას даже აი ფინანსებზეც რა, თუ თქვენ აი ნერვიულობდით რამეზე, თქვენ რაღაცას აკეთებდით და შეიძლება რაღაცა ვიღაცასთან ახალი წყაროდან წამოვა ფინანსები, ახალი წყაროსთან წამოვა ფინანსები, რაღაც თუ ახალი სამსახური, ნუ ნახოთ, всё, გადავიდეთ ახლა ჩვენ. ფინანსები რა არის? კარიერა. აქაც უკვე ხედავთ თქვენ რა ხდება. ნახეთ. აქ რაღაცა აი ნახეთ როგორი მომენტი არის. ბევრი სამუშაო გექნებათ. მაგრამ აქ არის როგორ და ნუ ვინც მუშაობს ინტერნეტში, მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ მართლა ბევრი სამუშაო გექნება თქვენ. და მაგრამ რო გითხრათ, რომ თქვენ დაიღლებით რატო იცით რატო ცოტა გავიჭედ, ნუ გავიჭედ დავიღლებით 100%-იანად არ გეუბნებით, იმიტომ რომ აქ ნუ ესეთი არკანები, როცა მე კი ბევრი სამუშაო, მაგრამ სიამოვნებს ეს ის რაც მე მინდა. არის ნახა თუ შენ ხარ დაკავებული იმ საქმით, რომელიც შენ გიყვარს, ისე გადის დრო, რომ შენ ვერც ამჩნევ. შეიძლება თქვა დღის ბოლოს დაჯეკი და თქვი რომ აიმე რაღაც დავიღალე რა, უნდა დავისვენო, მაგრამ აი მთელი დღის განმავლობაში ვერც გრძნობ თქვათ ახლა, ნუ დაღლას რა. აი აქ რაღაცა ძალიან ბევრი სამუშაო გელოდებათ რა, რაღაცა შეიძლება ვიღაცამ თქვათ, რა ვიცი მე, ვინც უბორკებზე მუშაობ, თქვენ დალაგებებზე შეიძლება იქ მოგიწევთ ბევრი ზაკაზების აღება და გელოდებათ სულ ეგეთი რაღაცა. ნუ მოდით კიდევ ნახოთ ახლა აქ რა გინდათ რო გვითხრათ ჩვენ კიდე, ანუ ნუ ხო როგორც გითხარით, პრინციპში შეიძლება თქვენ დაუშვოთ ახლა აქ даже რა მომდის იცით, აქ შეიძლება აი როგორი ის გექნებათ იცით მომენტი, რომ მე აქ აი იმ არის ნახეთ როგორი შეიძლება თქვენ რაღაცას გააკეთებთ ახლა უფასოდ. აი უფასო სამსახური, ხო? აი რაღაც ნუ როგორ გითხრათ, შეიძლება თქვათ გთხოვეს რაღაცა კიდე დამატებით რომ გააკეთოთ, ხო? არის ზოგჯერ ისეთი მომენტი, რომ შეიძლება ჩვენ თქვათ ახლა რაღაცას ვაკეთებთ უფასოდ, მაგრამ ეს არის მერე, აი ნუ სიტყვაზე დაგინახათ მერე თქვენმა თქვათ ხელმძღვანელმა და მერე გითხრათ, რომ ნუ არ ენერგიულო ეს დაგიფასდება აუცილებლად რა. ანუ ბევრი სამსახური, მაგრამ აქ ხოგეუბნებით ახლა ნახავთ რა თქმა უნდა ფინანსებს, მაგრამ აი რაღაც მაჩვენებენ, რომ თითქოს შენ აქ ანაზღაურებას აი ამ პროცესში არ იღებ, რაღაცას აკეთებ თქვენ, რა ვიცი, უფასოდ.
ну რასაც თქვენ ფულს არ იღებთ, იმიტომ რომ აქ ნახეთ სერიოზული სამუშაო, მაგრამ რაღაცა არ გაძლევენ ფინანსებს და თქვენ შეიძლება იფიქრებთ, რომ აი ტყუილა ხო არ მუშაობ, ხო? მაგრამ მე და შეიძლება თქვათ ახლა მაგრამ ეს მომენტი პირიქით თქვენ მოგიტან ძალიან ბევრ სიყვარული, ანუ დაფასებას მიიღებთ, მიხვდით? რომ აი არაფერი არ ხდება ის, იმიტომ რომ აქ არის ნახეთ ზუსტად ბევრს იშრომებ, მაგრამ შენ სამყარო დაგაფასებს რა, იმიტომ რომ ჩვენი საერთოდ თუ რამეს ვაკეთებთ ჩვენ ვაკეთებთ ვიღაცისთვის და იმისათვის, რომ ჩვენ მერე სამყარომ დაგვიფასოს და უკვე სამყარომ ჩვენ ეს ფული საერთოდ არის მადლობა სამყაროდან, ხო ხტებით და რამდენიცაც ჩვენ ვიმუშავთ, იმდენიცაც მივიღებთ და ზოგჯერ გვიწევს ჩვენ შრომა თუნდაც ნუ ანაზღაურების გარეა, იმაზე მეტი სიტყვაზე გითხრას რომ მარტო ფანჯრები დამიწმინდე და მე უცბად მიხვიდე და გითხრას რომ აიცი რა არის კიდე გთხოვრო იატაკებიც და შკაფებიც დამილაგე სიტყვაზე მაგალითს გეუბნე, იმიტომ რომ ბევრი გოგოები ვიცი რომ ოჯახებში რომ მუშაობენ, ყველა არა, მაგრამ თქვენ თემაზე აიღეთ რა და თქვენ ფიქრობთ რომ ანაზღაურება რა არა, ხო? და ამიტომ ცოტა რაღაცა შეიძლება გაბრაზდეთ, ანუ ნერვიულოთ მაგაზე, მაგრამ მაგივრად ძალიან დაფასდებით. ანუ აქ დაჟე როგორი მომენტი არის, შენ თუ არც იმდენად იცით როგორ არის ეს როგორი მომენტი არის, რომ აი შენი ნერვიულობა წავა. შეიძლება თქვენ უცბად დაუშვოთ, იფიქროთ რატო სიტყვა გაგეჭდება, ხო, რატო უნდა დავკარგო ამდენი ეს, მაგრამ მე ეს სტანდარტულიც არ იქნება, თქვათ რომ არ იქა და რაღაცა უნდა თვირთები ვათრიო იქით-აქეთ, არა. და თქვენ მაგას აი უცბად თითქოს აი ეს არასასიამოვნო შეიძლება შეგრძნება, უცბად მე დაგიბრუნდებათ კარგად, განწყობა უნდა შეცვალოთ, იმიტომ რომ აქ ნამდვილად შეხედეთ ახლა როგორ მე აი რამხელა დაფასება წამოვა ათიანების, სულ დაფასება იქნება ამ თქვენი შრომის დაფასება იქნება, იცოდეთ რა, ანუ არ მიიღოთ ის რომ იმიტომ რომ არ იქნება აქ ეგრევე წამოვიდა ენერგია, რომ ბევრი სამუშაო, მაგრამ რაღაც არ ვიღლები, გაიგეთ და სამყაროდან ვიღებ ამაზე მერე მადლიერება, იმიტომ რომ მადლობას რა, იმიტომ რომ იმპერატრიცეს მაინც სიუხვეა ყოველთვის, მიხვდით? თან ახლა ის რა, იმპერატრიცა აკეთებს იმას, რაც მოსწონს. უბრალოდ 10-იანი მაჩვენებს, აქ სულ 10-იანები, აქ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გაქვს. даже დაწყებას კი ვერ ვხარ, აი მაგათ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის და ამით თქვენ რაღაც შედეგს იღებთ რა. შეიძლება ეს даже როგორი მომენტი რაღაცას და თქვა თქვენ დაუშვით ვინც პროექტებზე მუშაობდა, ხო? რაღაცას თქვენ აკეთებდით და ეხლა უნდა აიღოთ აქ რაღაცა შედეგი მიიღოთ. მიხვდეთ? ესეც შეიძლება იყოს. так, ნახოთ ეხლა ჩვენ ფინანსები, აი ჩვენი ეთრი ნახეთ. აქ ნახეთ რა მაგარი თემები გვაქვს ჩვენ, ანუ აქ შემოდის ნაკადში შედიხართ. აქ რაღაცა სიტუაცია, სადაც თქვენ ხო გითხარით რაღაცა შეიძლება ახალი წყაროდან წამოვიდეს აქ თანხები, იმიტომ რომ ნახეთ აქ თქვენი შემოსავალი რაღაცნაირად იცვლება. ზოგი ნახეთ აქ სხვათა შორის ნახეთ რა მომდის. თუ თქვენ დაუშვით გინდათ რაღაცა მანქანის ყიდვა, აქ იქნება გადაწყვეტილებას მიიღებ და იტყვით რომ всё მე უკვე ავირჩიე, მე უნდა გავყიდო ჩემი ძველი მანქანა, სხვა შორის მანქანას თუ ყიდით, გაყიდეთ და ძალიან კარგად გაყიდეთ სხვათა შორის და თუ გინდათ შეგეცვალათ ეგაც. თუ დაუშვათ აქ ფული კიდე მოდის რაზე. აი თქვათ ახლა ნახეთ თქვენ თუ დაუშვით წერთ იმისთვის მჭირდება, ხო, დაუშვათ, ხო? და უკვე მადლობას გადაუხადეთ სამყაროს. კი ბატონო, აუცილებლად მოვა ეგაც რა. კიდე აქ მოდის რაღაცა, იცით როგორი მომენტი არის? რაღაცა თითქოს როგორი მომენტი, იცით თუ დაუშვათ თქვენ გქონდათ ეს სიტუაცია, რომ ფული მჭირდება, აქ რაღაცა ცვლით თქვენ
მიდგომას რა ფულისადმე და ამით თქვენ ხსნით ამ ნაკადს, იმიტომ რომ შეიძლება სული ძახდეთ რომ მჭირდება და აი დაუშვათ, ნუ რაღაც სურვილები და ასე შემდეგ, მაგრამ აქ შეიცვლება ეგ მომენტი და აი მაშინვე გაიხსნება ნაკადი. ნახეთ, იმიტომ რომ როცა შენ მოერევეთ ამის, კი ბატონო, კი, აი ზუსტად ამას ველოდებოდ. ანუ აქ ნახეთ, თქვენ აქ როცა ჩვენ ფულზე ვლაპარაკო, აი ფული არა მაქვს, ხო? დაუშვათ, ან თქვათ ეხლა მე ფული მინდა, მჭირდება, ნეტა ფული მქონდეს, ნეტა ეხლა ეს ამ პირიქით ეს მომენტები, როცა აი სიუხვიდან კი არა, საჭიროებიდან როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, ხო? აი მაგ შემთხვევაში მიდის ფულის გაჩერება. როცა შენ ამ სიტუაციას უშვებ, აქ შეიძლება თქვენ ეს არის ეს გამარჯვება, რას ნიშნავს, რომ მე პროგრამა ზის, ასეთი არის პროგრამა, ნაკლებობის პროგრამა. მე მაგლია, ხო? შეიძლება თქვენ სახში გქონდეთ, რა ვიცი, ლამბორჯინი, მაგრამ მაინც მაგლია რა, ვიყიდე ეს ლამბორჯინი და ახლა ვზივარ, ახლა რა ვქნა, ხო? ან რაღაცა ბრენდული თქვათ რამე იყიდე, ახლა всё, ახლა მე რა ვქნა, არა, ანუ მაინც ახლა არა აქვს მნიშვნელობა, შენ ახლა ხელფასზე ხარ თუ შემოსავალი გაქვს, ეს პროგრამა მაინც არის. ნუ ეს ახლა მაგაში არ წავალ მე ახლა ძალიან შორს, უბრალოდ არის ეს პროგრამა, მუშაობს. ამიტომ აქ ადამიანი მაგაზე მუშაობდა, რომ ანუ მე მინდა ამოვჯირკო ეს პროგრამა, რომ და შეიძლება манифестაციას აკეთებდეთ თქვენ იმისას, რომ მე ყველაფერი მაქვს საკმარისი და იმით, რაც მე მაგ დღეს მე ვმაყოფილდები, მადლობა უფალს, რომ მე მაგ ეს ყველაფერი, რაც მე მინდა, აი განთავისუფლება რაღაცა პროგრამიდან და აქაც გვაჩვენებენ, ხო ხდებით რა? და ეს არის აი ზუსტად ხსნის ნაკადს, უფრო ხსნის ნაკად, უფრო აძლევს გზას, რომ შემოვიდეს ეს შემოსავალი, აქაც პენტაკლებია. მიხვდით? ანუ განთავისუფლებულები ხართ რა იმ თემაზე, რომ აი სულ ფული და სულ არ მყოფნის. აი ამისგან თავისუფლდებით რაღაც სხვა შეხედულება გეკნებათ, თავისუფლდებით და ნაკადიც აუცილებლად შემოდის და ძალიან მაგარი ნაკადი შემოდის და ძალიან გახარებული იქნებით ამ ნაკადით. აჰა, იმიტომ რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ თქვენ. სწორი არჩევანი გააკეთეთ, გულის არჩევანი გააკეთეთ, თქვით რომ მე კმაყოფილი ვარ, აი თუნდაც 10 ევრო შემოდის, 10 ლარი რაღაც, მე მაინც კმაყოფილი, ეგაც რო არ მქონდეს, სიტყვაზე მე რა, მადლობა რომ ეს მაქვს. აი დღეს რაც მაქვს, მადლობა. და როცა აი კიდე საინტერესო როგორი მომენტია, ხა შეიძლება ბევრმა იცის კიდევაც ეს აი როცა ჩვენ ღმერთს ვეუბნებით, ვწუწუნებთ, აი მე რა ცუდია ჩემი ცხოვრება და რა არის და ღმერთი რო გეუბნე, შენ ჯერ არ იცი რა არის ცუდი ცხოვრება და კიდე უფრო მეტ სირთულეებს გაძლევს. და თუ აი ესეც გაიხსენეთ, როცა გითქვენ, ვაიმე რა ბედნიერი, ვაიმე რა კარგია, ვაიმე რა კარგია და რა ვიცი, ყაბამ ვიყიდე, ვაიმე რა მაგარია და ნუ კაროჩე აი ეგეთ ენერგიაში ხარ და უცბად მოდის ისეთი რაღაცა, რომ სულ გაოგნებული ხარ, იმიტომ რომ ღმერთი გეუბნე, შენ არ იცი ჯერ რა არის კარგი, მოიცადე, მე განახებ შენ რა არის კარგი. მიხვდით, ანუ ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული, როგორი განწყობა გვექნება ჩვენ შინაგანად. აი ეს არის, დაჟე იმდენად ფიქრე, აი განწყობა, რას ვუშვებ მე, თქვენ შეიძლება თქვათ, რომ არა, მე ვლაპარაკობ, სულ ვიძახე, რომ ფული მაქვს, კარგად ვარ, ამ დროს დადეხარ და შიში გიზის სადღაც გულში, გიზის ეს შიში და ბრძოლა მიდის შენში, რომ არა, კი, ვამბობ, კი, ვწერ, მაგრამ სინამდვილეში ზად არის ეს ფული არ არის. всё. აი თუ ასე მედიტაცია რო გააკეთო, არაფერთ არ დაგეხმარება არაფერი. იმიტომაც აი არ მუშაობს მედიტაციები, ზოგისთვის თუ დაუშვათ არ მუშაობს, აი, იმიტომ რომ მედიტაცია არის ყველაზე მაგარი რიტუალი, მუშაობს კვეცნობიერთან, ხო? აი იმიტომ შენ დაუშვათ გააკეთე ეს მედიტაციის დროს, ხო, შენ ახლა კი გინდათ სასიყვარულო თემა, გინდა რაც არ უნდა იყოს, შენ ეს ყველაფერი მოიზიდე, თქვა, ნუ აი განწყობა გაქვს და მთელი დღე მე ზიხარ და ფიქრობ, რომ არა, ნუ ანუ როგორი მოლოდინი გაქვს, რომ აი ეხლავე ამ წუთში უნდა მოხდეს ის და ის თუ ცოტა გადაიდო და არ გამოვიდა, всё, ესე იგი უკვე ისე ნერვიულობა, ხო ხდებით, მაგრამ აი ეს არ უნდა გააკეთოთ.
უნდა იყო განწყობა შენი სამყარო ვერ კითხულობს ჩვენს იმას რა ქვია სიტყვები არ ისმის მაგას ესმის ჩვენი ვიბრაციები ჩვენი ენერგიები აი აქ ადამიანი ცulis ამ სიტუაციას და ამიტომ იქნება ძალიან კმაყოფილი იმით რასაც მიიღებს აქ ნამდვილად იქნება კმაყოფილი ნამდვილად იქნება გახარებული და კმაყოფილი შედეგებით. კი ბატონო, გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, რომელიც თქვენ სულ ფიქრობდეთ აი რაღა, ну всё, აღარ მინდა ეხლა ის იგივე საერთოდაც გითხარით და დამანახებს არ გიდო. Так, всё, მოდით ეხლა ურთიერთობაზე გადავიდეთ. ეს არის ვინც წვილში ყავს, ხო? Так, ვინც არის წვილში, ვინცაც ყავს პარტნიორი, აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენთან ეხლა ზუსტად ნახეთ და ვინც კარგად ხართ, ახალი ეტაპი ვიღაცასთან ეწყება. ნახეთ, ვინცაც ყავთ თქვენ ახლა ადამიანი, რომელიც გიყვართ, კი ბატონო, აქ შეიძლება კიდე ამოვიკითხო ეხლა უკვე ამ პოზიციიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ფიქრობდა ვიღაცა კიდე როგორ გავაუმჯობესოს ზოგი შეიძლება სხვა აი ეს ახალი ეტაპი ნახეთ ხო გითხარით რომ ახალი გაცნობილი თუნდაც თუ ვინმეს ყავთ რაღაცა პერიოდი დასრულდა მაგრამ ცუდ პერიოდში არ მიდიხართ სხვათა შორის გადადიხართ უკვე აი ზოგისთვის შეიძლება ვინც ელოდებოდა შეიძლება დიდი ხანი თქვათ ხელის თხოვნას აუცილებლად აი აქ ხელს გთხოვენ ადამიანები ნახეთ აი ადამიანები გთხოვენ ხელს თქვენი ადამიანი ხო? აი ვიღაცას ეს მართლა ეს იქნება ძალიან მაგარი რა. ანუ ვისაც გქონდათ რამე თქვათ ეჭვი, რომ თქვენს ადამიანს ვიღაცა ყავს ან რაღაცა რა ვიცი მე. აი და ფიქრობდეთ ამაზე მესამე პირზე. თქვენ დარწმუნდებით რომ არა, მხოლოდ თქვენ ხართ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და გემტკიცებს თქვენ იმას და პლუს კიდევ თუ დაუშვათ ეს ოჯახს ეხება და თქვენ მესამე ვიღაცა აქ თქვა პირი გიშლი და ხელს იცოდეთ რომ თქვენი მეუღლე გააკეთებს არჩევანს თქვენზე თქვენთან იქნება და ახალი რაღაცა ეტაპი დაიწყება თქვენს ცხოვრებაში მიხვდით ну ეს უკვე უშუალოდ იმათთვის არის ეს ვისაც სიყვარული აქვს იმიტომ რომ არის ზოგჯერ ეს მომენტები რომ თქვათ ერთმანეთი უყვართ მაგრამ ну რაღაცა ვიღაცა შეიძლება ეს სხვათა შორის ну ეს არ არის კარგი რა თქმა უნდა ეხლა ვის უნდა მოსწონდეს ეს მომენტები მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელი ხო იცით ზოგჯერ არის ესეთი მომენტი თქვა დაუშვათ ну წაიფლირტავა და მაგრამ მე მიხვდა რომ არა ჩემი ცოლი მირჩევნია ყველაფერს და ყველას რა რომ არის ეს მომენტი ну აქ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვისაც წვილში ვინც არის თქვენთან აქ არის იმენა მომენტი სადაც ახალ ეტაპზე გადადიხართ თქვენ და ძალიან ბედნიერები იქნებით თუ დაუშვოთ თქვენ არა ხართ ცოლ-ქმარი შეიძლება ადამიანი თქვათ შემოგთავაზებს და გეტყვის რომ მოდი ახლა ჩვენ დავიწყოთ ერთად ცხოვრება რაღაც ახალი ეტაპი თქვათ ერთად ვიცხოვროთ უკვე ჩვენ მინდა რომ თქვათ აი კი აი აგერ არის თქვენი გვერდხების მეფე აგერ არის კიდევაც და უკვე რაღაცა პერიოდი ხო აი პერიოდი რაღაცა დასრულდება და ნახат როგორი შემოდის თქვენ ცხოვრებაში მზე სიტუაცია განულდება სიტუაცია თქვენი და აი ეს ну სამიანიც აგერ არის ყველაფერი რაც გითხარით რა всё აღარ ვიმეორებ იმიტომ ვთქვია უკვე მორჩა თორე ჩვენ ახლა ზეგამდე არ მოურჩებით ხო так შემდეგი ახლა ვინც ძიებაში თქვენ რა გელოდებათ ჩემო სიხარულებო так თქვენ აქ როგორ ხართ იცით თქვენ აქ ჯერჯერობით რო გითხრათ რომ არიქა და ეგრევე ვიღაცა შეხვდებათ არა იმიტომ რომ თუ აქ შეიძლება როგორი მომენტი იყოს თქვენ თუ ხართ ახალი გასული ურთიერთობიდან ხო დაუშვათ ხო უკვე აქ ვერ ვიტყვი რომ თქვენ ზიხარ და გლოვობთ ნამდვილად მაგას ვერ ვიტყვი აქ არ არის ეს ენერგია რომ ადამიანი ნერვიულობს აქ даже არ გამიკვირდება რომ შეიძლება მოხდა ისეთი მომენტი რომ თქვენ ადამიანს დაემშვიდობით სიყვარულით რა ეგეთი რამეც ხდება და ძალიან მაგარი რამეა სხვათა შორის იმიტომ რომ აქ თქვენ ნახეთ რა ენერგიაში ხართ პირიქით აი თქვენ თითქოს ეხლა
ისვენებთ, თქვენ ეხლა გაქვთ პერიოდი დასვენების, დროს ატარებთ ეხლა თქვენ მეგობრებთან, ისეთ ადამიანებთან, ვისთანაც თქვენ კარგად გრძნობთ თავს, მაგრამ ემზადებით, აი მზადებაში ხართ თქვენ იმისთვის, რომ თქვათ ახალი ურთიერთობა თქვათ შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ნახეთ, აქ განთავისუფლდი, აქ მე მინდა რომ აი ცოტა ეს ამ გაკვეთილებიდან, ამ ყველაფრიდან გამთავისუფლდე ჯერ. მე მინდა ცოტა აი ეგეთი მომენტი გქონდეთ რაღაცა თქვენთვის რომ გაატაროთ, იმიტომ რომ აქ არის ახლა აჯერჯერობით რომ გითხრათ რომ თქვენ ვინმეს უშვებთ, არა, ცოტა ხანი მე მინდა ვიყო ჩემთვის, მაგრამ ამავე დროს ველოდები, მაგრამ აქ როგორი სიტუაცია, აჰა, კი ბატონო. აჰა. დედა, ხო, ეს რა? დასრულება არის მარტოობის. აბა, ვინ მოდის ჩემი იმპერატრიცასთან, ვინ? სიუხვე მარტო კიდე. კარგად გყოფე კიდე. ამ კვირაში რა ელოდება ამასად? აჰა. ნახეთ ახლა, აი რაც გითხარით, ნახეთ აქ არის, ნახეთ რა ენერგია. მზად ხართ. სიყვარულისთვის ხართ მზად. უეჭველი ახლა, მე ისე როგორ დავტოვო, თქვენ დაინახავთ, წვრილია კარტებიც და მზად ხართ, აქ რაღაცა პერიოდი თქვენი ცხოვრების დასრულდა. всё. იმიტომ გითხარით, რომ თქვენ უბრალოდ აქ როგორი მომენტი არის, იცით, ვიღაცა ელოდება თქვა თავის, ახალ ურთიერთობას, მაგრამ ჯერჯერობით კიდე გაქვთ თქვენ აი ეს თქვენი ყოფილი ვიღაცა რაღაცა არის. აქ არის მესამე თასი. მაგრამ მაქსიმალურად თქვენ როგორ ხართ, იცით, რომ აი არ შემოუშვებ, აი ბრძოლა ხო იცით, როცა იბრძო შენ თავს რომ ანუ დაუშვათ, ახლა გავაგრძელო თუ დავასრულო, აი ეგ მომენტი გაქვთ თქვენ აქ, მაგრამ აქ თქვენთან შემოვა ისეთი ენერგია, ახალი ენერგია, რომელიც მოგცემს თქვენ საშუალებას, რომ ეს პერიოდი დასრულდეს რა, რომ მიიღოთ ბოლოს გადაწყვეტილება, რომ მე მინდა ახალი მორჩა. ეს მესამე თასი აქ რო არის, თქვენ მაგის მოშორებას მოიშორებთ რა ამაზე, ეს ვიზნს ამაზე, აი განთავისუფლდები, შეიძლება რაღაცის იმედი გქონდა, რომ კიდე თქვათ რაღაცა იქნება, რაღაცა აქედან განთავისუფლდები, იმიტომ რომ გადიხართ თქვენს ენერგიაში, იმპერატრიცას ენერგიაში, სადაც მე კარგად ვარ, შეიძლება ვიღაცა სადღაც ან თქვათ წავა, იმოგზაურებს, შეიძლება ხო? მაგრამ კმაყოფილი ხარ, აქ თითქოს როგორ არის, იცით, თქვენს თავთან უბრუნდებით თქვენ და აქ იქნება მხოლოდ როგორი მომენტი, იცით, უკვე მართლა სერიოზულად დაიწყებთ იმ ფიქრზე, რომ აი მე ვტოვებ უკან ამ აი აქა ნახეთ, მე ვტოვებ უკან ამ ყველაფერს, რაც კი იყო, კარგი იყო, მადლობა და ახალს ველოდები უკვე. მიხვდით? დაამუშავეთ თქვენს თავს, თქვენ დაამაგრათ აქ და თითქოს აი ჩემი ფასი ვიცი, ჩემ თავთან კომფორტულად ვგრძნობ თავს, კი ბატონო, გაუშვი ჩემი თავი, აი ყველაფერი ჩემი ცხოვრებიდან თუ რამე იყო ისეთი და აი თქვენ თავთან თქვენ მოიპოვებთ ძალიან აი იცით როგორ როცა ადამიანი ფიქრობს რომ ვიღაცა მჭირდება რომ მე გამხადოს ბედნიერი, ეს არის აი ძალიან დიდი შეცდომა. იმიტომ რომ შენ თუ აი როცა შენ თავს გრძნობ კარგად, შენ თავთან კარგად გრძნობ თავს, ხო? იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასი ადამიანი შენთვის ვინ არის? შენი თავი, ეს 100-ია. თუ არ არის ეგრე, всё დაღუპული ხარ, იმიტომ მოდის მე სირთულეები და ეს ხერხის როლში თუ როცა ხარ. ეს სხვა თემა კიდე.
და აი აქ ადამიანი ახალ ეტაპზე გადის რა. ანუ მე ჩემი თავი მოვიპოვე პირველ რიგში ეს არის და ეხლა ადამიანი კი მინდა რომ შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში, მხოლოდ უკვე სხვანაირი სიყვარული მინდა შემოვუშვა ჩემ ცხოვრებაში, სხვანაირი სიყვარული. კი. სხვა, ანუ სადაც ნერვიულობები და არ იქნება, სადაც არ იქნება რაღაცა ჩემი ფიქრი სულ აი არ შემოვუშვებ ჩემ ცხოვრებაში ადამიანს, რომელიც მე არ მომცემს ვთქვათ ახლა ემოციას, რომელიც აი სულ რაღაცა აი აგრძალვები და რაღაცა აი ის всё, არავის არ მივცე მე უფლებას აი ტოქსიკური თემებიდან გამოდივარ, всё. არავის არ ვაძლევ მე უფლებას, რომ მაგან ჩემზე რაღაცნაირად იმოქმედოს. არა, რომ მოტყუება, აი ტყვილები, გალათები, რაღაცა მიჯაჭვება, ანუ კიდე რაღაც ეგეთი რაღაცები არ მჭირდება. всё, მორჩა, всё, მორჩა. იმიტომ რომ აქ ადამიანი იღებს აი ახალი, всё, აქ ახალი მინდა, всё. ანუ ამ კვირაში კი აი აგ არის თქვენი ახალი, შეიძლება ზოგისთვის იყოს უცბად, მაგრამ აქ ფიქრობ შეიძლება კვირის ბოლოს უფრო ვიღაცის ცხოვრებაში მართლა უეცრად შემოვიდეს ახალი ადამიანი, რომელსაც აი ზუსტად ისეთი, როგორსაც თქვენ ელოდებოდეთ, რომელსაც თქვენ ელოდეთ. კი. აგერ არის თქვენი კიდე ისე რა ქვია, ეთრე. აგერ არის. იეროფანტ, მე რა ძალიან ჭკვიანი ვიღაცა შემოდის. აი ახალი სიყვარული. კი, მაგრამ ეს იქნება როგორ იცით, ანუ даже შეიძლება როგორ არის, იცი, აი როგორიც თქვენ ელოდეთ, მაგრამ მოულოდნელად. აი ასე იქნება აქ ახალი სიყვარული, თქვენ აუცილებლად თქვენ სივრცეში, სულ მცირე სივრცეში არის ტრიალებს აქ ვიღაცა. არის უკვე. всё. დავასრულე ამას. ველგელოდებით კომენტარებში რა თქმა უნდა ჩემო სიხარულებო. ახალ არხზეც გადადეთ, იქაც დავდებ ხოლმე რაღაცა ინტერესო ვიდეოებს, მიყვარხარ ძალიან და კაი კვირას და საერთოდ კაი ცხოვრებას გისურვებთ.